საუკუნეები რელიგია პოლიტიკის სამსხვერპლოზე და სამწუხაროდ საქართველოში ეს ისტორია გრძელდება. მხოლოდ წინასწარი გამოძიება და სამართალდამცავები საკმარისი არ იქნება იმ მოვლენების გამოსაკვლევად, რისი მოწმენიც ამ დღეებში გავხდით. ლაშა კვესელაძე პირველი იყო, ვინც ტელევიზია კავკასიის ეზოში მივიდა, რაც იქ კონფლიქტი გამწვავდა. ლაშა, რა ნახე იქ, როდესაც შენ მიხვედი და როგორ ვითარდებოდა მოვლენები? ტელეკომპანია კავკასიას სტუდიასთან რომ მივედით, ინციდენტის პირველი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. სტუდიაში შემოვიდნენ ტელეკომპანიის მფლობელი დავით აქუბარდია და პატრულის თანამშრომლები. დანარჩენ ეპიზოდებს წინ უძღოდა საუბარი გადაცემა ბარიერის სტუდიაში. ტერორიზმი როდესაც იწყება, ყველა არის მსხვერპლი. ამ განცხადების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ბექამ ინდიაშვილთან და თეო ხატიაშვილთან ერთად სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. წავიდეს კაცო, ავიდა. ჩვენ სტუმრების ნაწილი წავიდა და დაგვიდებით ეთერში დაგველოდეთ. გადაცემის წამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა მოკლე სარეკლამო პაუზა გამოაცხადა. სტუდიიდან გამოსულებს გარეთ ინციდენტი შეემთხვათ. სტუდიიდან გასulis მომენტს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ მოწოდებული მასალა ასახავს. მალტის ორდენოსანი ბექამ ინდიაშვილი, მასონი, ხო? მასონი, ხო? ადამიანი გამოვიდა ეს ვირებს რომელი პლანეტიდან ირაკლი კორზაია შენ ამუსი კონდეს აქიდგებოდი რა. ნი ბექამ ინდიაშვილი. თქვენი ორიენტაცია გვაინტერესებს უშენის კავალერი. ორიენტაცია გაურკვეველია, ჯერჯერ. ორიენტაცია გითხარით თქვენი თუ შეიძლება? თქვენ მითხარით ჯერჯერ. თქვენიც გასაკვირველია. ჩვენი არა, თქვენ საჯაროდ გამოდიხართ და იქნება გითხარით რომელი ბარი დამბრძანდებით. მე გამოვყევი რა ხდებოდა და ამ სამ ადამიანს რომელიც მანქანაში ჩასაჯდომად მიემართებოდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის რამდენიმე წარმომადგენელი დახვდა და ვიცნობ სახეზე საიდანიც როგორ შეიძლება ნუ ეხლა რა უკვე სახელი და გვარი ხო არ მithkoms ეხლა მე ტელეპირულ არხზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მაგრამ ამ სტუდიაში ჩართული ბრძოლა ისევე როგორც სტუდიის გარეთ წუთნახევრის ნაცვლად გადაცემა პირდაპირ ეთერში 12 წუთის შემდეგ დაბრუნდა. სიტუაცია იყო იმდენად დაძაბული, რომ მეც გავედი გარეთ. ის მეც მიკეთებდა პროვოცირებას, ცხოვრებას ჩემთვის ლესბოსელი არავის უწოდებია და ესეც კი მიწოდა დიდი ბოდიში ამეთქო ვამბობ. ეს სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ჩხუბი იყო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლების პროვოცირებული. ვის მიერ არ ვიცი? რამდენიმე წუთში სტუდიაში ტელეკომპანიის მფლობელი დასისხლიანებული დავით აქუბარდია შევიდა. ვიყანეთ კავკასიის ნაცემი ოპერატორები, რახან ასეთი სიტუაცია. ჩვენ ვითხოვთ კავკასიის ნაცემი ოპერატორები. კავკასიის ოპერატორები დაფრინავდნენ. კავკასიის ოპერატორები ჩხუბობდნენ და დაფრინავდნენ. და თქვენი მოწყობილია ეს პროვოკაცია. გაუფრები დაართ. ხელი არ დაგიფა. ხელი არ ის მე რაც შეიძლება გადაიყურები რა. შეიძლება დაცულა თქვენ. ამის გამო დაიწყო ყველაფერი, რო იცოდეთ, გადაიღეთ. ეს ადამიანი ეს ადამიანი ამის გამო დაიწყო. აი ეს ადამიანი თუ ამის გამო დაიწყო, მაშინ ამას უხარი არ გადაიღო. აი ამადავით უთხრა. ამადავით. ესე გამეშიშო. პატრონმა ორი პიროვნება დააკავა. დაუჯექი მანდედა. ამაკანის ნომერი გავყვეთ პირდაპირ. არა, რუბეში აქა. არაფერი რუბეში. აბალნე აყოთ რა. მიგაბძანეთ, სადაც ეხლა მიგდივარ თვითონ. კი ბატონო, კი ბატონო. აკანა, ჩქარა, მანქანა. ინციდენტის შემდეგ ტელეკომპანია კავკასიასთან პოლიტიკოსებიც მივიდნენ. ვარტო აქ მონაყოლების მიხედვით დაახლოებით რაც მოხდა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმ ექსტრემიზმის, რომელსაც ექვსიწელია ხელისუფლება აღვივებს. აბსოლუტურად მიუღებელია თავისუფალ მედიაზე და მართლაც თავისუფალი მედიის სიმბოლო კავკასიაზე თავდასხმა. აუცილებლად სამართალდამცავებას უნდა გამოიძიონ. როგორ მოხდა აქამდე საქმის მიყვანა. ზანდით გარეთ ტერიტორია უნდა დაიცავოს. მოგვიანებით პოლიციამ ტელეკომპანიის შესასვლელი ჩაკეტა და იქ მყოფთ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. დინება არ შეიძლება რა ახლა. დინება.
რატო არ მეტყვა? არ შეიძლება. რატო? რა საქმეა? რომელ საქმეზე? რასა საქმეა? იცით რომელ საქმეს ვაკეთებ? ამათ რა უნდა ელაპარაკო? მნიშვნელობა არა აქვს რაზე დგას დისკუსია რა თემაზე მიმდინარეობს შინაგანად რომელ ასე ემხრობი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თავარია რომ მსგავსი ფიზიკური ეწევა ჟურნალისტებზე არ უნდა ხდებოდეს შობელს აგირებენ არაფერი რა ჩიგრიდან მოვაწყე მე არა გარეთ ხო ხალხი დახვდა მე ვინ ხალხი დახვდა ხო და გავარკვიოთ ერთად მეც მაგას ვარკვევ ზუსტად რომ გავარკვიო ვინ ხალხი დახვდა ეს რომ გავტეთ მამაზე რამდენია შოკი ისა ეჟიტოს რა რამდენია შოკი არა რატომ ჩა რო შევადე სულზომა რამდენია შოკი ამა ორთლიანია სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და დიღმის ეკლესიის სასულიერო პირებმა დიღომში პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულები დაკითხვაზე მიიყვანეს. კარები გადაგაკეთეთ კარები გამოუშვი პერიოდულად შეკრებილებთან სასაუბროდ სამართალდამცავების გამოდიოდნენ. ხალხი ვინც კადრებში ჩანს რომ იქ იყო დავკითხავთ ჩვენება მივიღეთ ხამის 3-ის ნახევრისთვის პოლიციის შენობაში კიდევ რამდენიმე პიროვნება შეიყვანეს. დავით ჩალამბერიძე, აფრო ზუმბაძე, ზვიად ლიაძე, ლევან ტურაშვილი, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზურა ბახტაძე, დავით მულაძე, ორდერი არის გამოწერილი ასენიკოზე. კი ბატონო და არ მიშველა. 4 საათისთვის დიღმის ეკლესიის დეკანოზმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ეს რა ხდება? რა განაცხადება? დაჭერობანას თამაშ გამოდიხარ ხალხი მიყავთ იქ რა? და პარლამენტს მოვიყვანთ ახლა ყველას მოვიყვანთ. გუშინ დიღმის ეკლესიის სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, ვინ დაიწყო ჩხუბი. მათი თქმით, მათსავე ოპერატორს გადაღებული ჰქონდა კადრები, თუ როგორ ურტყავს ტელეკომპანია კავკასიის ოპერატორი მას ხელს. დღეს მათ მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ეს კადრები, ეს მომენტი არ არის დაფიქსირებული. ის ოპერატორია ის გამოიწ სტუდია. ის ოპერატორი და ჯანგირაშვილის მეშვილია ხო? ნუ აქ თუ იყავი მე ცემის ბავშვი ცემეს გიორგი გურჩიანი ცემეს ვინ დაგვარტყეს ხელი ოპერატორებს? ვინ ახლა ყველაფერი მას გადაღებულია რომელი წუთი სტუდენტი ახალგაზრდობის დემოკრატიული ლიგა ხო ეს ტენდენციური არის ნორმალური თუ აკუბარდია მოვიდა თავის ტელეკომპანიაში და სცემეს მე სტამინექს რატომ ჩაატარა გადაცემა ასე უთხრეს მე ზირსაც სცემეს 10 მაკაცმა სახალხო მართლმადიდებლური ამ დროისთვის სამართალდამცავებს დაკავებული ხავთ 8 პიროვნება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ფაქტებზე.